საღამომშვიდობისა ძვირფასო ტელემაყურებლებო. მოგესალმებით ტელეკომპანია ქართული ტევეს ეთერიდან. ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენი საავტორო გადაცემების ციკლს მიჯაჭვული ამირანის შესახებ. ციკლის სათაური კი გახლავთ ქართველური ცივილიზაცია. ჩვენ წინა საუბარში განვიხილეთ ის რთული მეთოდოლოგია, რომელი მეთოდოლოგიის მეშვეობითაც მე ვიკვლევ ქართველური ენებისა და კულტურის კავშირებს უძველეს ცივილიზაციებთან. მათ შორის, რა თქმა უნდა, არა მხოლოდ უბრალო ლექსიკური ერთეულებისა, არამედ აგრეთვე ონომასტიკისა. და სწორედ ონომასტიკური ლექსიკა გახდა ჩემი ძირითადი კვლევის საგანი ნაშრომში მიჯაჭვული ამირანის ლინგვო-კულტუროლოგიური ქსელი, სათაური, რომელსაც თქვენ ახლა ეკრანზე ხედავთ. საქმე იმაშია, რომ სანამ ჩვენ დავიწყებთ საუბარს უშუალოდ ამირანის შესახებ, ჩვენი ღმერთკაცისა და ხარკაცის შესახებ, რა თქმა უნდა ვიცოდეთ მისი მშობლების წარმომავლობა და მათი სახელების ეტიმოლოგია. მშობლებიდან, რა თქმა უნდა, უპირველესად უნდა დავიწყოთ ამირანის მამით, მაგრამ კითხვა ისმის, თუ რომელი სახელით უნდა დავიწყოთ ამირანის მამის სახელის კვლევა. მოგეხსენებათ, რომ ქართულ ფოლკლორში და ზოგადად ქართულ ფილოლოგიაში მიღებული არის კონსენსუსი იმის შესახებ, რომ ამირანის მამა უცნობია, თუმცა მიხეილ ჩიქოვანის მიჯაჭვულ ამირანში მოცემულ ვარიანტებს თუ გადავხედავთ, აღმოჩნდება, რომ იქ ამირანის მამის 10 სახელია მოცემული. აი ახლა თქვენ სწორედ სლაიდზე ხედავთ იმ სახელებს, რომლებიც გავრცელებული არის საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. მაგალითად დავასახელებ მხოლოდ 1-2, მაგალითად ქართლში უსუფი სულთანი და ხორეშანი, კახეთში ჟადალი, სულკალმახი და სოლომონი, ფშავში სულკალმახი, სვანეთში მაგალითად დარჯელანი, ამანი და იამანი და ასე შემდეგ. როდესაც ასეთი სიჭრელე გვაქვს სახელებისა, რა თქმა უნდა, ჩვენ უპირველეს ყოვლისა ანალიზისათვის უნდა გამოვყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი სახელის გამოყოფა კი ხდება ხოლმე იმ სიხშირის მიხედვით, რა სიხშირითაც აღნიშნული სახელი გამოიყენება თქმულებებში. და ამ თვალსაზრისით სულკალმახი ყველაზე შეიძლება ასე ითქვას ხშირად გამოყენებული სახელი აღმოჩნდა, ვინაიდან მიჯაჭვულ ამირანში იგი რამდენჯერმეა ნახსენები არის როგორც სულკალმახი და ორჯერ სულკალმახი, ერთხელ ცუდკალმახი და კიდევ ერთ ვარიანტი, რომელიც მიჯაჭვულ ამირანში არ არის ფიქსირებული, აგრეთვე წავიკითხე ფორმა კალმახელა. ეს 4 განსხვავებული სახელი, რომელშიც ფიგურირებს სახელი კალმახი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია და ყურად საღებია. როდესაც ამირანის მამაზე ვსაუბრობთ, ესე იგი ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ერთი თვალსაზრისით მისი სახელი ცნობილია და მეორე თვალსაზრისით მისი სახელი ფაქტობრივად უცნობია. ხოლო ამირანის მამის რეალური წარმომავლობა რომ გავიგოთ, რა თქმა უნდა, საჭირო იქნება არა მხოლოდ სულკალმახის შესწავლა, არამედ დანარჩენი სახელების შესწავლაც, ვინაიდან სწორედ მათმა ერთობლიობამ უნდა დაგვანახოს რეალურად ამირანის მამის, ამ შემთხვევაში მოდით ვიტყვი სულკალმახის წარმომავლობა. გარდა იმისა, რომ ჩვენ ესე იგი სულკალმახის სახელი უნდა ეტიმოლოგიურად განვიხილოთ, რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი არის აგრეთვე ამირანის მამის ზოგადი დახასიათებისათვის ის თუ რა სოციალურ სტატუსს ატარებდა იგი, ან და რა პროფესიის იყო. და ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ყველასთვის კარგად ცნობილი მისი პროფესია, რაც მონადირეობას შეადგენს, ხოლო სოციალური თვალსაზრისით იგი ხან ნახსენებია როგორც გლეხი, ხან უბრალოდ ცოლქმარი და ერთ აფხაზურ ვარიანტში იგი არის
გარკვეული ზეციური ძალაც, რასაც თქვენ ახლა ეკრანებზე ხედავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენი დღევანდელი გეგმა საუბრისა წარიმართება სამი ძირითადი, თუ შეიძლება ასე ითქვას, საკითხის განხილვით. ამ გეგმასაც თქვენ ახლა სლაიდზე ხედავთ, ეს გახლავთ ზოგადი დახასიათება სახელისა, ძირითადი შეხედულებები და სულკალმახი და შუმერი, ვინაიდან სწორედ აი ეს ასპექტი გამოიყოფა როგორც ფრიად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მომცემი ერთეული. მაშა ასე, ზოგადი დახასიათების თვალსაზრისით ჩვენ უკვე ფაქტობრივად რამოდენიმე სიტყვა ვთქვით, ახლა კი უნდა განვიხილოთ ის მიდგომები, რა მიდგომებითაც ხდება აღნიშნული სახელის, ანუ სულკალმახის გახილვა. აქ ორი ძირითადი მიმართულება გახლავთ. ერთი ეს არის ქართველურ ნიადაგზე წარმოშობილი სახელის ეტიმოლოგია, ხოლო მეორე კი ეს გახლავთ მისი ნასესხობა. ანუ იგულისხმება, რომ ქართველებმა აღნიშნული სახელი სულკალმახი რომელიღაცა სხვა კულტურიდან და სხვა ენიდან შეიძინეს. პირველი ჯგუფის საუკეთესო წარმომადგენლები არიან ივანე ჯავახიშვილი და აქვე უნდა აღვნიშნო ოთარ ქრივიშვილის ამირანის თქმულება, რომელშიც მოცემული არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი და ამაზე ცოტა მოგვიანებით, ხოლო მეორე ჯგუფისა კი ბატონი გიორგი მელიქიშვილი და ჯემალ შარაშენიძე. ახლა ნახოთ თუ რას ამბობს ბატონი ივანე ჯავახიშვილი. მე არ წავიკითხავ მთლიანად ციტატას, რომელიც სლაიდზე არის მოცემული, არამედ გადმოგცემთ ძალიან მოკლე შინაარს. ბატონი ივანე ბრძანებს, რომ სახელი სულკალმახი რთული სახელია, მასზე ბევრი არაფერი არ არის ცნობილი, საერთოდ რაც შეგვიძლია ვთქვათ, ეს არის ის, რომ იგი შედგება ორი სიტყვისაგან, სული და კალმახი და ამავე დროს ჩვენ გვხვდება იგი სიტყვა სული გვხვდება აგრეთვე ერთ-ერთი ფშავი გმირის სახელში, რომელიც არის სულა კურდღელი და აქედან გამომდინარეო, ამბობს ბატონი ივანე, სულკალმახიც ასეთივე გმირად მოიაზრებაო. ანუ ფაქტობრივად იგი ქართველური სივრციდან არ გადის. ბატონი ოთარ ქრივიშვილის მიხედვით, ასევე სულკალმახი სწორედაც რომ ქართულ ნიადაგზე იხსნება ძალიან კარგად და მას მოყავს ერთი ძალიან საინტერესო ფაქტი, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ერთ-ერთ ეპიზოდში ამირანის მამა კალმახად ანუ თევზად გადაიქცევა. აი ეს მომენტი ძალიან ვთქვათ დაიმახსოვრეთ, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ანალიზის დროს დღევანდელ საუბარში არა ოღონდ შემდგომ საუბარში ძალიან საინტერესო ინფორმაციას დაუკავშირდება. ახლა ნახოთ თუ რას ამბობს ბატონი გიორგი მელიქიშვილი. ბატონმა გიორგიმ პირველმა დააკავშირა აღნიშნული სიტყვა, უпростоრად სახელი სულკალმახი, ელამური წარმოშობის ელამურ სიტყვას მოდით უფრო ასე ვიტყვი, რომელიც არის სულკალმახ და თქვენ ახლა სლაიდზე ხედავთ აღნიშნულ სახელს სულ ბოლო რეგისტრში, მისი აზრით სულ ელამურში იგი ნიშნავდა მეფეს და მისი აზრით სწორედ აქედან გადმოიღეს ქართველებმა აღნიშნული სახელი და იმის გამო რომ სულკალმახი მეწინავე მენადირე იყო, გმირი იყო და ასე შემდეგ, ამის გამო მას მიუსადაგეს სახელი სულკალმახი. სხვაგვარად ბატონი გიორგის მიხედვით აღნიშნული სახელი, ანუ სულკალმახი არის ახლო აღმოსავლური, კერძოდ კი ელამური წარმოშობის და ქართველებს იგი უნდა ესესხათ დაახლოებით ძველი წელთა აღრიცხვის მესამე და მეორე 1000 წლეულების მიჯნაზე. ბატონი გიორგის აღნიშნული შეხედულება კიდევ უფრო გააღრმავა ბატონმა ჯემალ შარაშენიძემ. და თქვენ ახლა ხედავთ სწორედ მისი სტატიის სათაურს მოცემულ სლაიდზე. 1976 წელს ცისკრის მე-7 ნომერში ბატონმა ჯემალმა გამოაქვეყნა სტატია, ძალიან საინტერესო სტატია ამირანის მამის სულკალმახის ეტიმოლოგიისათვის.
ჩვენ ამ სტატიას ახლა 4 განსხვავებული კუთხით განვიხილავთ. პირველი ეს გახლავთ მნიშვნელობა, მეორე ეს გახლავთ ქრონოლოგია და სესხების საკითხები, მესამე ეს არის უკვე სახელის ფონეტიკა, ხოლო მეოთხე საკითხად კი ვისაუბრებთ იმ წინააღმდეგობებზე, რომელსაც აღნიშნული განხილვა ბადებს. მას ასე დავიწყოთ მნიშვნელობით. აღნიშნულ სტატიაში ბატონი ჯემალი ბრძანებს, რომ სახელი სულ კალმახი მართალია შედგება 2 განსხვავებული ფუძისაგან, რომლებსაც თავისი დამოუკიდებელი მნიშვნელობები გააჩნია, მაგრამ როდესაც ისინი შეერთებულია და საკუთარ სახელად არის გამოყენებული, ისინი აი ამ დამოუკიდებელ მნიშვნელობებს კარგავენ. ამ შემთხვევაში ბატონ ჯემალს ხედელობაში აქვს ის გარემოება, რომ სულ კალმახში ფაქტობრივად ჩვენ გვაქვს საუბარი რაღაც სულიერებაზე და თევზის ერთ-ერთ გარკვეულ ჯიშზე, ხოლო შუმერულში სუკ კალმახ სრულიად განსხვავებული მნიშვნელობის არის. იგი ნიშნავს მოხელეს, მდივანს, ელჩს, რაღაცა მაღალი თანამდებობის მქონე პირს და ჩვენ ვიცით, რომ როდესაც ვაკავშირებთ 2 სიტყვას ერთმანეთთან და ამ შემთხვევაში სუკ კალმახი და სულ კალმახი იმდენად ახლოს დგას ერთმანეთთან ფონეტიკურად და ამავე დროს ახლო აღმოსავლეთში გარდა ქართულისა ჩვენ არსად მსგავსი სახელი არ მოგვეპოვება, რომ რა თქმა უნდა მათ შორის რაღაცა კავშირი აუცილებლად იგულისხმება, ხოლო როდესაც ჩვენ გვინდა დავამტკიცოთ სიტყვების გენეტიკური კავშირი, იქ მარტო ფონეტიკა საკმარისი არ არის, იქ აუცილებლად უნდა ჩაერთოს აგრეთვე სიტყვის ლექსიკური მნიშვნელობაც და ამ შემთხვევაში თუ ჩვენ ჩავთავდით მაგალითად სულ კალმახის ლექსიკურ მნიშვნელობას, ხო, რა მნიშვნელობაც აი ამ შემადგენელი ერთეულებიდან გამოდის და შუმერულში არსებულ ერჩისა და სახელმწიფო მოხელის მნიშვნელობას, რა თქმა უნდა ისინი სემანტიკურად ერთმანეთს ვერ მიუდგებოდნენ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ხელი შეგვეშლებოდა აღნიშნული სახელების იდენტიფიკაციაში. მაშასე, რაც ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, ერთ-ერთი მთავარი მომენტი, ბატონი ჯემალის სტატიიდან გახლავთ ის, რომ იგი უარყოფს სულ კალმახში რაიმე მნიშვნელობის არსებობას, რომელიც მომდინარეობს შემადგენელი სიტყვების ლექსიკური მნიშვნელობიდან. ახლა გადავიდეთ სესხებისა და ქრონოლოგიის საკითხზე. სახელი სუკ კალმახი ფიქსირდება შუმერულ ენაში ძალიან ადრეული პერიოდიდან. სიტყვა სუკალი მაგალითად ფიქსირებული არის ადრე დინასტიური 3 ადან. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გავდივართ ძველი წელთა აღრიცხვის 2700 დაახლოებით 2007 შეიძლება ითქვას 2008 წლამდეც კი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აღნიშნული სახელი, ანუ სუკ კალმახ, ხო, გაცილებით უფრო ხანგრძლივი პერიოდის მქონე სიტყვა უნდა იყოს და იგი მართლაც ასია, მიეკუთვნება ეგრეთ წოდებულ პროტო-შუმერულ პერიოდს. პროტო-შუმერული პერიოდი, ეს ის პერიოდი გახლავთ, როდესაც ჯერ კიდევ შუმერული ენასა და მწერლობო ფორმატში მოყვანილი არ არის და აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, იგი თუ გამოიყენებოდა მეტყველებაში და ალბათ გამოიყენებოდა მას უნდა ჰქონოდა შესაძლებელია განსხვავებული ფორმაც. ეს პერიოდი დათარიღებული არის, უпростоრად ბატონი ჯემალი მიუთითეთ, რომ ეს პერიოდი სულ ცოტა მე-4 ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდებაო. მოდით უფრო კონკრეტულ ციფრს ვიტყვი, ძალიან რომ უფრო ნათლად იყოს ეს გონებაში წარმოდგენილი, ეს მე-4 ათასწლეულის მეორე ნახევარი დაახლოებით 3500 წლიდან 3000 წლამდეა ძველი წელთა აღრიცხვით. მაშესადამე აღნიშნული
აღნიშნული სიტყვა სუკ-კალმახ, მოდით ასე ვიტყვი ჯერჯერობით მიეკუთვნება ამ პროტოშუმერულ ლექსიკას, საიდანაც შემდეგ უკვე შუმერულმა ისესხა, თუ შეიძლება ასე თქვას, გადმოვიდა პროტოშუმერულიდან შუმერულ ლექსიკაში, მაგრამ იგი გადმოვიდა გარკვეული ფონეტიკური ცვლილებით. ვინაიდან ბატონი ჯემალის აზრით, აი იმ პროტოშუმერულ ეპოქაში აღნიშნულ სახელს განსხვავებული ფორმა ჰქონდა, რომ უფრო ახლოს იდგა იგი ქართულთან, უფრო სწორად თითქმის ზუსტად იმეორებდა მას, მაგრამ შემდეგ იგი უკვე შეიცვალა, იმიტომ რომ წერილობით, თიხის ფირფიტებზე დაფიქსირებულ წერილობით დოკუმენტებში ჩვენ სულ კალმახის ფორმას ვერსად ვერ ვნახულობთ, არამედ ჩვენ ყველგან დაფიქსირებული გვაქვს სუკ კალმახი, დიდი ელჩის, დიდი თანამდებობის მქონე სახელმწიფო მოღვაწის მნიშვნელობით. მნიშვნელოვანი არის აგრეთვე სესხების ფორმა. ავტორის აზრით, სესხება მოხდა ზეპირი გზით. ზეპირი გზით სესხება, როგორც წესი, გარკვეულ ვარიანტულობასაც მოიცავს, იცით, იმიტომ რომ ზეპირად ცოტა რთულია ზუსტად შენარჩუნება ნასესხების სიტყვის ფონეტიკური წყობისა. მაგრამ ქართულში ეს ასე დარჩა და ამაზე ცოტა მოგვიანებით შევჩერდები, ძალიან საინტერესო საკითხი გახლავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ დავაფიქსიროთ ის დრო, როდესაც ქართველებს უნდა ესესხათ აღნიშნული სიტყვა შუმერებისაგან. დავიმახსოვროთ, რომ ჩვენ უკვე როგორც უკვე ვთქვით, ხო, რომ ეს სიტყვა შესაძლებელია თავისი განსხვავებული ფორმით არსებობდა ძველი წელთა აღრიცხვის 3500 წელს, მაგრამ ქართველებმა ისესხეს იგი ავტორის მიხედვით ძველი წელთა აღრიცხვის მესამე-მეორე ათასწლეულების მიჯნაზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მესამე ათასწლეულის ბოლოხანები ეს უკვე შეგვიძლია ჩვენ კონკრეტულად თქვა დაუშვათ 2100 წელი, ხოლო მეორე ათასწლეულის კი დაახლოებით 1900 წელი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აი იმ პირველი გამოყენებიდან პროტოშუმერულ კულტურაში, ხო, აღნიშნულმა სიტყვამ რაღაც 1500 წლის განმავლობაში ფორმატ შეიცვალა და მოკვდა კიდევაც და ქართველებმა სწორედ აი ასეთი მკვდარი თუ შეიძლება ასე ითქვას სიტყვა ისესხეს შუმერებისაგან. ეს რა თქმა უნდა თავისთავად ბადებს გარკვეულ ეჭვებს, მაგრამ მოდით ჯერჯერობით ამას ეს ასე დავტოვოთ, როგორც არის. შემდეგი საკითხი გახლავთ ის, რომ ქართველებმა, უბრალოდ ქართველურში ჩვენთან აღნიშნული სახელი სუკ-კალმახი, მოდით ასე ვიტყვი, გადმოტანილი არის ქანის მეშვეობით, ანუ სუქალმახია. ეს შუმერულ ფონეტიკასთან არის დაკავშირებული და მასზე საკმაოდ დეტალურად აქვს მასალა მოცემული ბატონ ჯემალს თავის სტატიაში, მაგრამ ამ წუთში ჩვენი ანალიზისათვის ეს არ არის რელევანტური და ამიტომ მე ამ საკითხს საერთოდ არ შევეხები. მაშასე, რაც ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ ქრონოლოგიას ესხებასთან დაკავშირებით, გახლავთ ის, რომ სახელი სუკ-კალმახ უпростоრად მისი წინანდელი ფორმა ფიქსირებული არის პროტოშუმერული პერიოდის დროს, დაახლოებით 3500 წელი ავიღეთ ჩვენ ამისთვის და ქართველებმა ისესხეს იგი დაახლოებით 2100 წელს ჩვენს წელთა აღრიცხვამდე. კარგით, ახლა გადავიდეთ შემდეგ საკითხზე, მაგრამ სანამ შემდეგ საკითხზე გადავალთ და ეს გახლავთ ფონეტიკა, სიტყვის ასე ვთქვათ ბგერითი კონტური, მანამდე თუ შევაჯამებთ ძალიან ზოგადად ბატონი ჯემალის აღნიშნულ ნაშრომს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ნაშრომში ყველაფერი წესრიგშია თითქოს, არაფერი არ უშლის ხელს აღნიშნული ანალიზის მიღებას, მაგრამ თუ ჩვენ ჩაუკირკიტებთ, თუ შეიძლება ასე ითქვას, ხო, თითოეულ დეტალს აღმოჩნდება, რომ საკმაოდ სერიოზული წინააღმდეგობების წინაშე
დავდგებით. ეს მოკლე შეჯამების თვალსაზრისით და ახლა გადავიდეთ ფონეტიკაზე, ვინაიდან ფონეტიკური ანალიზი ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის გვიჩვენებს, ხო, თუ როგორი იყო სიტყვა ადრეულ ხანებში. მაშასე შუმერულ ენაში აღნიშნული სიტყვა დაფიქსირებული არის მხოლოდ ერთი ფორმით, ორი კანის მეშვეობით, რასაც თქვენ ახლა სლაიდზეც ხედავთ და ყვითლად არის ეს ორი კანი გამოყოფილი და ბატონი ჯემალის აზრით, როგორც უკვე ვთქვით, იგი მომდინარეობს ქართველურში არსებული ზუსტი ფორმიდან, ეს არის სულ კალმახი. სხვათა შორის უნდა ითქვას, რომ ბატონ ჯემალს სხვა მაგალითებიც მოყავს, როდესაც შუმერულში ასეთი მიმართული ასიმილაციის შედეგად მოხდა სწორედ ბგერების ცვლა. ამ შემთხვევაში მას გამოყენებული აქვს ორი მაგალითი, ეს ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ გაკულ, ესეც სლაიდზეა მოცემული და მეორე გახლავთ გაგალ. და თქვენ ხედავთ, რომ ერთ შემთხვევაში საქმე მაქვს ორ კანთან, მეორე შემთხვევაში კი ორ განთან. ბატონი ჯემალის მიხედვით აღნიშნული სიტყვები წარმოადგენენ უკვე ფონეტიკურად სახეცვლილ ფორმებს და მათი წინამორბედი ფორმა უნდა ყოფილიყო გალკულ. ნახეთ როგორ უკვე შეიცვალა ხო სიტყვის გამოთქმა და მეორე შემთხვევაში უნდა ყოფილიყო გალ. გამოდის რომ აი მომდევნო კანმა და მომდევნო განმა შეცვალა წინა პოზიციაში მყოფი თანხმოვანი ლასი ლ და მთლიანად დაიმსგავსა თავის თავზე და ბატონი ჯემალის მიხედვით ანალოგიური პროცესი მოხდა აგრეთვე სულკალმახისა და სუკკალმახის შემთხვევაშიც. ანუ ჩვენ უნდა გქონოდაო პროტოშუმერულში სულკალმახ, მაგრამ აი იმ კანის მეშვეობით მოხდა რეგრესიული ასიმილაცია და დაიმსგავსა კანმა მის წინ მდგომი ლასი და მივიღეთ სულკალმახ, რომელმაც მოგვცა სუკკალმახ. ესეც თქვენ ახლა სლაიდზე გაქვთ მოცემული. მაშ რა ხდება აი ამ ფონეტიკური მონაცემების გათვალისწინებით? რა საბოლოო დასკვნებამდე თუ შეიძლება ასე ითქვას მივდივართ? საქმე იმაშია, რომ უპირველეს ყოვლისა ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი დისონანსი თარიღებთან დაკავშირებით. ძალიან ძნელი წარმოსადგენია ის, რომ მე-4000 წლეულის მეორე ნახევარში არსებული სიტყვა, რომელიც 1500 წლის შემდეგ ქართველებმა ისესხეს, აი იმ პირვანდელი და უკვე დიდი ხნის მკვდარი ენიდან არსებული ფორმა სულკალმახი და შემოინახეს დღევანდლამდე. თუ 1500 წლის მანძილზე და 1500 წელი ითვლება მე-4000 წლეულის მეორე ხანებიდან, რაც ჩვენ რა თქმა უნდა ძალიან მიახლოებით 3500 წელს გაუტოლეთ, ძველი წელთა აღრიცხვის მეორე 1000 წლეულამდე. ეს არის პერიოდი, როდესაც ასირიოლოგები თანხმდებიან იმაზე, რომ შუმერული ენა უკვე აღარ წარმოადგენს საკომუნიკაციო სისტემას, არამედ იგი არის უკვე თუ შეიძლება ასე ითქვას, მკვდარი ენა, როგორც მას ეძახიან და რა თქმა უნდა, მასში არსებული ლექსიკური მასალა უკვე აღარ გამოიყენება ისე მასიურად და ისე სისტემურად, როგორც ეს ასე ხდებოდა. მის ადგილს იკავებს უკვე აქადური ენა. ეს ძალიან საინტერესო ფაქტია, იმიტომ რომ თუ შუმერულში, ანუ თავის საკუთარ ენობრივ გარემოში სულკალმახმა სიტყვამ სულკალმახ მიიღო ფონეტიკური ცვლილებაც და მოკვდა კიდევაც ქართულში სამაგიეროდ, იგი დღესაც ცოცხალია. ამას კიდევ ემატება ის გარემოება, რომ თუ დავუშვებთ ქართველების მიერ აღნიშნული სახელის აი იმ პირვანდელი ფორმის სესხებას
ძველი წელთა აღრიცხვის მე-3000 წლეულის ბოლოს, დაახლოებით 2100 წელს, გამოდის, რომ ქართველებმა სულ ცოტა 4000 წლის მანძილზე შეინარჩუნეს აი იმ ძველი პირველი ფორმა, მთლიანად და უცვლელად. არ დაგვავიწყდეს, ეს ხდება აი ამ შეხედულების მიხედვით უცხო გარემოში, ქართულ გარემოში. რა თქმა უნდა, ის მის კითხვა, რატომ უნდა შეენარჩუნებინა ქართველურ გარემოს შუმერული სიტყვის პირველი ფორმა. ეს პირველი საკითხი, რომელიც იმ წუთშივე მკვლევრის წინაშე დგება. თუ ახლა გავითვალისწინებთ იმას, რომ სახელი სუკ-კალმახ ის პირველი ფორმა იყო სულ-კალმახ, ანუ ანალოგიური ქართულთან და იგი პროტოშუმერულს ეკუთვნოდა და მე-4000 წლეულის მეორე ნახევარი გახლავთ, მაშინ გამოდის, რომ აღნიშნული სახელი ქართველებმა თურმე მთელი 5500 წლის განმავლობაში შეინარჩუნეს უცვლელად. როდესაც ეს დაფიქსირდება, აი ეს წინააღმდეგობა სესხებასა და სახელის არსებობას შორის, აი ეს ფონეტიკური ცვლილებები და ასე შემდეგ, თავისთავად უზარმაზარ სხვა პრობლემას წამოჭრის. და ეს პრობლემა გახლავთ ენების სტაბილობის პრობლემა. ანუ, რა არის ის მახასიათებლები, რომელი მახასიათებლებიც განაპირობებენ ენის მდგრადობას, რომელსაც მაგალითად ქართველურ ენებს გააჩნიათ, ჩვენ ყველა აღიარებს იმას, რომ ქართველური ენები საოცრად მდგრადი და სტაბილური ენები გახლავთ, მაშინ როდესაც არის სხვა ენები, რომლებიც განიცდიან ძალიან დიდ ცვლილებებს და ამისათვის მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ინგლისური ენა, ეს ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ მეორე უკიდურესობის ფენომენი გახლავთ, იმიტომ რომ დაახლოებით 800-900 წლის მანძილზე ინგლისური ენა იმდენად შეიცვალა, რომ მისი ტიპიც კი შეიცვალა და სინთეზური ენიდან იგი გახდა ანალიზური ენა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვდგევართ უკვე ისეთი საკითხის წინაშე, რომელსაც ჩვენ ვერ გადავჭრით და თუ ჩვენ საკითხის გადაჭრის შესაძლებლობა არ აგვაქვს, მაშინ რა თქმა უნდა, ის შეხედულება, ის თეორია და ის მონაცემები, რომლებიც ჩვენ მივიღეთ ანალიზიდან, უკვე ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება და გვაიძულებს ჩვენ, უпростоრად მოდით ასე ვიტყვი, მკვლევარს რა თქმა უნდა აიძულებს აიძულებს, რომ მან ხელახალი ანალიზი ჩაატაროს. აი ეს ხელახალი ანალიზის ჩატარების მოთხოვნა კიდევ უფრო მძაფრი ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ გაგვახსენდება, რომ ბატონმა ჯემალმა აღნიშნული სტატია დაწერა 1976 წელს. შემდეგ მან სხვათა შორის იგივე გაიმეორა თავის მონოგრაფიაში სუკ-კალმახის ინსტიტუტი, რომელიც 2008 წელს გამოქვეყნდა და აი ამ ორი ნაშრომიდან ცხადია, რომ ბატონ ჯემალს თავისი აზრი სულ-კალმახის ეტიმოლოგიის შესახებ არ შეუცვლია. მაგრამ სიტუაცია განსხვავებულად არის მოცემული შუმერულში და რას გულისხმობ ახლა ამაში. არსებობს ელექტრონული შუმერული ლექსიკონები, რომელმაც უკვე მოასწრო ორი რედაქციის გავლა. პირველი რედაქცია, რა თქმა უნდა, 70-იან წლებში დასრულდა, ხოლო მეორე რედაქცია კი დაახლოებით ჯერ თუ არ ვცდები, ერთი 10 წელიც კი არ არის გასული. აი ამ მეორე რედაქციაში ნახსენები არის, რა თქმა უნდა, სახელი სუკ-კალმახიც და იგი ნახსენები არის არა ორი კანის მეშვეობით, ანუ სუკ-კალმახ ფორმა, რომელიც ბატონმა ჯემალმა გაანალიზა, არამედ უკვე მოცემული არის ერთი კანის მეშვეობით, რაც იმას ნიშნავს, რომ წაკითხვა აღნიშნული სახელისა შეიცვალა. თუ ჩვენ ახლა იმასაც გავითვალისწინებთ, რომ თვითონ სუკ-კალმახ, ანუ სიტყვა, რომელზეც მთლიანად იყო აგებული აღნიშნული ანალიზი, თურმე შეცვლილა თავისი
თავისი ორთოგრაფით, ამ შემთხვევაში ტრანსლიტერაციით და გამოთქმით არის მთლიანად იგი შეცვლილი, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ნამდვილად ჩავატაროთ ხელახალი ანალიზი სახელისა სულკალმახი, იმიტომ რომ არც ქრონოლოგიური კომპონენტი, არც სესხების კომპონენტი, არც მნიშვნელობის კომპონენტი და აღმოჩნდა არც ფონეტიკური კომპონენტი ფაქტობრივად არ გვაკმაყოფილებს და არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რასაც ენობრივი ანალიზი უყენებს ნათესაობის დამადასტურებელ სიტყვებს. ამიტომ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ აღნიშნული წინააღმდეგობებიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ ხელახალი ანალიზი უნდა ჩავატაროთ. ამ ხელახალ ანალიზს მე თქვენ შემოგთავაზებთ შემდეგ საუბარში, სადაც განვიხილავთ ყველა ამ წინააღმდეგობას და ვაჩვენებთ თუ როგორი ყოფილა სულკალმახის, ამირანის მამის სახელის რეალური წარმომავლობა. ამით დავამთავროთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. დიდი მადლობა ყურადღებისთვის და გიტოვებთ მიოშოპის დეტალებს, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩემი ნაშრომების ყიდვა. დიდი მადლობა. კარგად გრძანდებოდეთ.